საქმე მტკიცებულებების გარეშე. დავით და გიორგი მიქაძეების უფლებადამცველების საინფორმაციო ბრიფინგი. პროცესი ეხება მკვლელობის შეკვეთას. ამ პროცესის მთელი არსი არის იმაში, რომ პროკურატურამ უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ შემკვეთები არიან მიქაძეები. ჩვენ არა გვაქვს მტკიცების ვალდებულება იმისი, რომ ეს არ არის. პირიქით, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ეს. შესაბამისად, რა უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს მკვლელის მის მიერ გამოყენებული იარაღის, მის მიერ, ასე ვთქვათ, მისი გადაადგილების, მისი დაყოლიების, მისთვის ფულის გადახდის, მასზე ზეგავლენის მოხდენის, ან ამასთან დაკავშირებული ამბების დაკავშირება მიქაძეებთან. ამავდროულად პროკურატურამ უნდა შეძლოს, რომ ვინაიდან მიქაძეებზე არ აჩერებს, ასე ვთქვათ, თავის მზერას და ამბობს, რომ მიქაძეები რაღაცას უკეთებდნენ, ამაზე ვისაუბრებთ, უნდა დაამტკიცოს ამ ვიღაცისგან რა მიიღეს, რა ინსტრუქციები და სანაცვლოდ რა მიიღეს და რატო გააკეთეს. ეს არის ის წრე და ეს თუ ფარცხალაძეა, რომელზეც გადიან, არ ამთავრებენ ფარცხალაძეზე და კიდე გადიან იხსენა თედ ხასანის შვილიშვილზე, ხო? მთელი ეს ჯაჭვი მტკიცებულებებით უნდა იყოს წარმოდგენილი საქმეში. საკმარისია, რომელიმე ჯაჭვი ამოვარდეს და განაჩენი ვერ უნდა დადგეს. პატაკის ავტორის გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის ეპიზოდი. იმისთვის, რომ მტკიცებულება საქმეში, მტკიცებულება იყოს და მე დაცვის უფლება განვახორციელო, მე უნდა მქონდეს მტკიცებულების გამოკვლევის ისეთივე თანაბარი შესაძლებლობა, როგორც ბრალდებას. საქმეში მტკიცებულებად მოდის ანონიმური წყაროს ნათქვამი, რომლის გამოკვლევის საშუალება მე არ მაქვს, ანუ ანონიმურ წყაროს მე არ შემიძლია დაუსვა კითხვა, რომ ეს რატო იყო, ჭორი მოისმინე თუ მართლა იცი რაღაცა. ორია ფაქტობრივად. იმისთვის, რომ ეს ჩვენებად აქციონ კითხავენ ოპერატიულ თანამშრომელს და თითქოს ეს არის მტკიცებულება, რომელიც მე უნდა გამოვიკვლიო, მაგრამ ოპერატიულ თანამშრომელს დაუსვი ჩვენ ეს კითხვა, რომ ეს შენ იცი თუ პირდაპირ გითხრა, ეს მე კი არ ვამბობ, რომ ესეა. ეს გადმოვეცი, რაც მითხრა წყარომ. იმის გარდა რომ მოწმე სასამართლოზე, როდესაც იმეორებს თავის ჩვენებას, გამოძიების წინაშე ნათქვამს, მის ამ ჩვენების შინაარსის მიღების შემდგომ ხდება მისი სანდოობის ასევე გამოაშკარავება. ხო, რამდენად სანდოა ის ადამიანი, ვინც ამას გვესაუბრება და ვინც გვაწვის ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ის რომ მხოლოდ დეტექტივების მიერ წარმოდგენილი პატაკები არის ბრალს ჩადებული და ეს არის პირდაპირ მტკიცებად მოყვანილი, რაც შეუძლებელია რომ იყოს ბუნებაში. თვითონ ამ პატაკების წარმომედგენი პირებიც არასანდობას იწვევენ იმის გამო, რომ ერთ-ერთი მაგალითად რომიკო გოგიაშვილი პირადად ესწრებოდა ორივე ჩხრეკას, რომელიც გიორგი მიქაძის სახლში მოხდა. ხელმძღვანელობდა ამ ჩხრეკებს. მეორე ჩხრეკის დროს ჩვენ ამ ყარების ჟღულზე შევხვდით ერთმანეთს და ვთხოვე, რომ თვითონ უკან დაეხია და მოსულიყო გამომძიებელი, ანუ ის ფიგურა, ვინც წესით ატარებს ჩხრეკას, ვინც ადგენს ოგს და პირველ შემთხვევაშიც ზუსტად ესეთ პოლემიკაში მოგვივიდა ერთმანეთთან. მან მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოზე უარყო, თქვა რომ საერთოდ არ ყოფილა იმ დღეს არ ხელმძღვანელობდა კი არა, საერთოდ მონაწილეობას არ აღებულობდა ჩხრეკაში. ამის ჩვენ ვიდეო მასალაც გვაქვს სახლში გადაღებული ტელეფონით, რომ ხელმძღვანელობს კიდევაც და კიდევაც ესწრება. ანუ თვითონ პატაკის ავტორების სანდოობაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ამის შემდეგ და ამის ფონზე. გადაიგრო მთლიანი ზოგადად სულ გამოსწორდა რა ვერანტ. აი და მე რაღაც კინები ვითა დაშვებული ხე ქვევით რა ხდება არ ვიცი. და ვიღაც გეუბნება კინები არის და ქვევით რაღაცა სივრცესავით არის. იქიდან მაინც თუ მიწვდით შეხედოთ მაინც.
იქიდან ხარეს ვერ მივწდებით ხო შანსი არა ხო? არა, აღარ არის ეს. თუ არაფერი არ არის სათავსო და ის ჩამოვა. ოვარა ჩვენ ხვეც. შეგაწუხეთ, მაგრამ არა შეგახსენებთ, რომ გამომძიებელმა რომიკო გოგიაშვილმა სასამართლო პროცესზე უარყო, რომ ესწრებოდა გიორგი მიქაძის სახლეჩხრეკას. ბრალდების მოტივი. ესეთ მნიშვნელოვან საქმეზე გვერდნახევრიანი ბრალი გააკეთო და დღემდე ჩვენ არ ვიცით ამ ბრალიდან გამომდინარე კონკრეტული მტკიცებულებები რას ადასტურებს. რა წერია მაინც ბრალში? ბრალში წერია, რომ მოხდა ბიზნეს ინტერესების გადაკვეთა, ამავდროულად წერია, რომ არის დაკვეთილი მკვლელობა, ამას მინდა ძალიან ყურადღება მიაქციოთ. ბიზნეს ინტერესების გადაკვეთა, რომელიც ერთმანეთს დაეჯახება და დაკვეთილი მკვლელობა უკვე გამორიცხავს ერთმანეთს. თუ ბიზნეს ინტერესები გადაიკვეთა და ჩვენ რაღაცაზე ერთმანეთზე გავბრაზით და ამის გამო მოხდა მკვლელობა, მაშინ დაკვეთა რაში მჭირდებოდა? შურისძიებაა და მოტივი სხვა არის და თუ კი გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ვიღაცამ დამიკვეთა, საერთოდ რო არ ქონდეს ეს ბიზნეს ინტერესები, დაკვეთას თუ ასრულებ, ვიღებ ამისთვის რა. ანუ უკვე წინააღმდეგობის სიტუაცია და რატო ეს ამას თავის ახსნა? იმიტომ რომ არა აქვს მტკიცებულება და თუ რამეა, ყველაფერი წერია შიგნით. ყველა მათმა მოყოლმა მოწმემ დაადასტურა, რომ გაბრაზებული უნდა ყოფილიყო გარდაცვლილი და არა ფარცხალაძე ან მიქაძე, იმიტომ რომ მათმა მოყოლმა მოწმეებმა ბერძენიშვილმა მაგალითად პირდაპირ თქვა, რომ რაღაცები არ გაუკეთაო გარდაცვლის ფარცხალაძემო და შესაბამისად ეს იყო ნაწყენი. ეს თუ იყო ნაწყენი, ის რატო კლავდა, ამაზე პასუხი არ აქვს. გაიჟღერა 5 მილიონმა დოლარმაც. გაიჟღერა, ოღონდ ამას ვამბობ, არც ერთ არანაირ მტკიცებულებაში, რომელიც წარმოდგენილი იყო საქმეში და არც ერთ მოწმეს ეს თანხა არ აღხსენებია. თანხის გადახდაც არ უხსენებია, მაგრამ გაჟღერებული. მაგრამ 5 მილიონმა დოლარმა თუ გაიჟღერა, როგორც დაკვეთილი მკვლელობისთვის გადახდილმა თანხა. ვინმე ხონდა თქვას ვერსიის სახით მაინც რომ ამან ეს თანხა ამას გადაუხადა, მე ამან ეს თანხა ამას გადაუხადა, მე ამათმა ესე გაიყვეს. ან შეიძლება თქვა რომ არ ვიცი როგორ გაიყვეს, მაგრამ მიიღეს. ხო, ჯერ ხო იურიდიულ რაღაცებზე არ ვსაუბრობ, ჯერ ხო ლოგიკაზე ვსაუბრობ. არა გვაქვს. უნდა ითქვას რომ ეს შეკვეთა თუ განხორციელდა ვიღაცის შეკვეთა და მიქაძეები ამ შეკვეთის გამტარები იყვნენ, რატო გააკეთეს ეს? ამ დროს მოყავთ მოწმეები მოტივთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იმას, რომ რაღაც ბიზნეს გადაკვეთები ჰქონდათ ერთმანეთში. ამავდროულად მოყავთ მოწმე, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლის არავითარი ბიზნესი არ ქონია საქართველოში. ამასთან ერთად რო გვეკითხებით მე რა ბიზნეს ინტერესებია, მოყავთ კონკრეტული სიტუაცია, რომ გარდაცვლილი ვიღაცებს, ასე ვთქვათ, ეხმარებოდა იმაში, რომ მათი ბიზნესები ნორმალურად წასულიყო და არ გამოუვიდა. ესე იგი, ბიზნეს ინტერესები მაშინ არის მნიშვნელოვანი აქ მოტივად, თუ კი გარდაცვლილს და მიქაძეებს ან სხვებს რაღაც ბიზნეს ინტერესები ჰქონდა და ამ ბიზნეს ინტერესების დავაში გარდაცვლილმა გაიმარჯვა, ვიღაცა ნაწყენი დასვა და ამის გამო მოხდა რაღაცა. იმ დონეზე მივედით, რომ მოწმე ამბობს, რომ მე არა მომისმენია რაზე იყო საუბარიო, უბრალოდ სიგარეტი გავიგონეს სიტყვაო. ესეც ათქმევინეს 4ჯერ კითხვის მერე. და რომ მიხვდა ის, რომ რაღაცა უნდა ეთქვა, სიგარეტი გავიგონე კითხვაო და მე რო ვკითხე, რომ ეგ ეწეოდა ვინმე სიგარეტს, არა ვიცი, რომ არ ეწეოდა. აი ამ დონეზე ვართ მისული, რომ ბიზნეს ინტერესების დასადასტურებლად მტკიცებულება აქვს, რომ რაღაც შეხვედრაზე, სადაც არ იცის მოწმენ, რომელიც მუდმივად დაყვებოდა გარდაცვლილს, გაიგონა გარეთ გამოსულმა სიტყვა სიგარეტი. ეპიზოდი არარსებული მტკიცებულებების შესახებ. მომდენო, რასაც ბრალდება ცდილობს სასამართლო განხილვის დროს, იმდენად არა აქვს მიქაძეებსა და გარდაცვლილს შორის არანაირი კავშირი, რომ 7-10 წლის წინანდელი შეხვედრების ფაქტით
აპირებს გაამტკიცოს ეს. ამ საკითხზე და გაბრაზებაზე კი არა. ვიღაცის დაბადების დღეზე რო შეხვდნენ ერთმანეთს, აი ამის მოწმეები მოგვიყვანეს. რომ 7 წლის წინ კონკრეტულ რესტორანში ვიღაცის დაბადების დღეზე რო ერთად იყვნენ. აი ამის გამოყენებას აპირებენ ბრალდებაში. მოიყვანეს ორი მეწმე, რომელმაც ერთმა თქვა, რომ ერთად შევიდნენ დავით მიქაძე და ესე რა ქვია, გარდაცვლილი რესტორანში და ამ დროს შიგნი ხვიჩა მაღლაკელიძე უკრავდაო და მეორე მათმა მოწმემ თქვა, არა, გიორგი იყო მიქაძე და საერთოდ არ იყო შიგნი არა. ერთი და იგივე მოვლენაზე. ოღონ სულ რომ დაამტკიცონ, რომ ყველა იქ იყო 7 წლის წინ და რაღაც უფრას რა კავშირი აქვს ამას ბრალდებასთან, ჩემთვის გაუგებარია. ასე მიდის აკრეფა უბრალოდ მათი ნაცნობობა შეხებების, რომელთან დაკავშირებითაც ამ მაგაზე ცალკე გეტყვით, არავითარი მტკიცება, რომ რაიმე მტრული გადაკვეთა მიქაძეებს და გარდაცვლის ერთმანეთად თქონდა, საქმეში არ არის. ფარცხალაძის მომენტი არის საერთოდ გამაოგნებელი ამ საქმეში. მოდის მძღოლი და ამბობს, რომ გარდაცვლილი და ფარცხალაძე ერთმანეთს შეხვდნენ რაღაც საკითხზე. როცა გამოვიდნენ ფინანსური პოლიციის შენობიდან, უცებ ფარცხალაძე მიცნო მძღოლი გარდაცვლილის, რომელიც ადრე ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. უთხრა, შენ ის არ ახარო და გადაკოცნა გარდაცვლილის მძღოლი. მათმა მოწმემ ბოლო დაკითხვაზე თქვა, არა მარტო გადაკოცნაო, ასე უთხრაო, ჩემი გი არ ახარ შენო? ხდებით? გარდაცვლილის მძღოლს ეუბნება, ჩემი გი არ ახარო? და ამ დროს პროკურატურის მთელი ამის მერე ეს მძღოლი ამ კაცთან მუშაობს კიდე 1 წელი და გარდაცვალების დღეს მარტო ეს მძღოლი ხვდება აეროპორტში და მარტო ეს მძღოლი მიყვება იქ, სადაც კლავენ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ეს ჩემი გია და გადაკოცნა სადაც მოხდა ფინანსურ პოლიციაში ეს შეხვედრა. პროკურატურას ეს ნაწილი მოტანილი აქვს ბიზნესთან დაკავშირებული კვეთის ამსახველ მტკიცებულებად. ნახეთ, ანუ იქ რაღაც ვერ გაკეთდა იმ შეხვედრაზე, საიდანაც გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე წავიდა გაბრაზებული. რაზეც მერე აგებულია ის მოტივი, რომ შესაძლოა ამის გამო ჯერ გაუგებარია თუ ლევან ჯანგველაძე გაბრაზდა ფარცხალაძე როგორ გამოდის ამ დანაშაულის ჩამდენი თქვათ შეკვეთი იქნება თუ ორგანიზატორი, მაგრამ დავანებოთ ამასაც თავი, ანუ ეს არის ერთგვარად რაღაც საწყის წერტილად აღებული ამათ შორის კონფლიქტის გაღვივებისა. თუ ამ შეხვედრაზე მათ შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ მერი ამას თვეების მერე მოყვა მკვლელობა, მაშინ როგორ მოხდა, რომ ლევან ჯანგველაძემ დაინახა, რომ ის კაცი, რომელზეც გაბრაზებულია, ნაწყენია და რასაც მერე მკვლელობა მოყვა თვეების მერე, იცნობს მის პირად დაცვას და მძღოლს, რომლის იმედადაც გადაადგილდება საქართველოში. და ეს შეხვედრა ფარცხალაძესა და მის მძღოლს იგივე მცველს შორის რაც აღწერა ორმა მოწმემ და ვთქვათ დასტურდება საქმეში, ხო? მაშინ ამ შეხვედრიდან გამომდინარე, როგორ მოხდა ის, რომ ლევან ჯანგველაძემ ეს კაცი პირად მცველად დაიტოვა და მერე მარტის 14 რიცხვში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, სწორედ ეს და მარტო ეს კაცი ახლდა მას. მოწმე ბერძენიშვილის ეპიზოდი. მოწმემ საუბარია ბერძენიშვილზე. ადამიანი ამბობს, რომ ჩემი ნათესავია. ადამიანი ამბობს, რომ გვერდში დავყვებოდი სულ, განიცდის ამას და მართლა ეტყობოდა, რომ განიცდის ამ ყველაფერს. გარდაცვალებიდან ერთვის თავზე არ ახსოვს. გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის თავზე არ ახსოვს რაღაცა, სულ ამ საკითხზე ფიქრობს, სულ და რაღაც შეხვედრები ახსენდება მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს, მას მერე რაც წინა მოწმეებმა ეს შეხვედრები ვერ დაადასტურეს. ახლა ეს ხო თეთრი ძაფით ნაკერიც არ არის. მოწმე მორგოშიას ეპიზოდი. იმისთვის რომ ჯანგველაძე რო საფრთხეს ცნობდა ეს ხაზი გაეტარებინათ, სასამართლოში მოდის კოკა მორგოშია და თავისით ამბობს, ხა ეს მე არ მაინტერესებს, მაგრამ ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ მე ურჩიეო, რომ მოდიო დაცვა დავიმატოთ. ერთი კაცით რო დადიხარო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კოკა მორგოშია
საუბრობს სასამართლოზე ისეთ რაღაცებზე, რაც გამოძიებაში არ უთხრა. აი ეს ნაწილი, რაზეც მე თქვენ ახლა გესაუბრებით, საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ისე წავიდა პროცესი, რომ ეს საფრთხე არ იკვეთება. ამ დროს მოდის გოგა მორგოშია და ამბობს, რომ მეო ვესაუბრებოდიო ამ საკითხებზეო. ამ დროს თვითონ გოგა მორგოშიას უსვა მე კითხვას, რომ რითი გადაადგილდები? თვითონ ეწერა და იქიდან ვიცი ჩვენებაში, რომ გადავადგილდეთ ბრონირებული მანქანით და მყავს დაცვა. მეუბნები, რომ შენ რო ბრონირებული მანქანით გადაადგილდები და დაცვა ყავს. ამ დროს საფრთხე რო აქვს ადამიანს. ამის მერე ერთი წელი რატო გადაადგილდება მძღოლით, რომელიცაც იცხოვრობს ფარცხალაძე. თან საფრთხეზე, ზოგად საფრთხეზე არა საუბარი, ის ამტკიცებს, რომ ფარცხალაძესგან აქვს საფრთხე. შენ გადაადგილდები ბრონირებული მანქანით და ადამიანი, რომელსაც იცის, რომ ფარცხალაძესგან საფრთხე და ეს შენ გაგიხილია მასთან, გადაადგილდება ისევ იმ ადამიანთან ერთად, მხოლოდ ადამიანთან ერთად, რომელსაც ფარცხალაძე ჩემი გიას ეძახის. მორგოშიას ამ ჩვენებას ანადგურებს მათი ოქროს მოწმე ბერძენიშვილი, რომელიც მოდის მორგოშიას მერე პროცესზე და ამბობს, რომ ვინ კითხავს მორგოშიას, ვინ კითხავდაო გარდაცვლილის დაცვას და საერთოდ მაგ საკითხებზე მორგოშიას არავინ არ ელაპარაკებოდა. მეორე მოწმესთან დაკავშირებით უკვე არაპოლიციელთან, რომელიც არის ბატონი გოგა მორგოში. მან განაცხადა, ის წეღარ რას თქვით, რომ თქვათ, გაიგო სადღაც რაღაცა, მოისმინა რომ რაღაც საფრთხე ემუქრებოდათ ჯანგველაძეებს თვითონ სხვა პირებისგან და თვითონ თავის ჩვენებაში განმარტა და თვითონ წარმოუდგინა საფრთხედ ლევან ჯანგველაძეს ოთარ ფარცხალაძე. თავის ჩვენებაში იძახის, რომ თვითონ გააჩინა პირველად ეს ადამიანი. სასამართლოზე რამდენჯერმე ვკითხეთ რა, ტელეფონში საუბრის დროს უთხრა, რომ ეს იყო მისთვის საფრთხე. რაზეც ბატონლებას გაეცინაო. ანუ ის კაცი ამ საფრთხეს არ აღიქვამდა. მისი ჩვენებიდან ესე გამოდის. პირველად მე მიუტანა. თვითონ უთხრა. ასევე თქვა თავისი მოტივი იმ პიროვნების მიმართ. იძახდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ ის გააძევა რუსეთიდან მერე ედავებოდა ტელევიზიას, მის კუთვნილ ტელევიზიას, თვითონ ემუქრება თუნდაც საფრთხე ამ პიროვნების მხრიდან და გრძნობს საფრთხეს და თვითონ დადის ბრონირებული მანქანით და დაცვით. შევადაროთ, ადამიანი არის უდაცვოთ. ეკითხებათ, რა საფრთხე თუ არსებობს საქართველოში, ეს მის ჩვენების პერეფრას ვაკეთებ. ის აჩენს ამ დროს ამ საფრთხეს და თვითონ აქვს მოტივი ამ პიროვნების მიმართ. ანუ ეს ტერიც ამ კაცის გაჩენილია ამ საქმეში. მოწმე ჩადუნელის ეპიზოდი. ეს მძღოლი და მცველი, ეს ადამიანი დგას სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზუსტად მის პირდაპირ დგას მკვლელობის ამსრულებელი გელა უძილაო. ანუ კამერები პირდაპირ აჩვენებს, რომ მძღოლი და მცველი, ეს ადამიანი და მკვლელობის ჩამდენი, რომელზეც ორი ინსტანციის განაჩენი დგას, ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში 5-6 მეტრის დისტანციაში იმყოფებიან და ცვლიან ადგილებს, მოძრაობენ. მათ შორის იქ ჩანს ერთი მომენტი, როდესაც ეს მცველი რაღაც მომენტში კედელს ეფარება, როდესაც გარდაცვლილი ჯანგველაძე მისკენ ბრუნდება და შეიძლება რომ შეამჩნიოს იქ არის. მოკლედ, ეს საკითხები მისი მხრიდან აიხსნა იმით, რომ გარდაცვლილმა დაუბარა, რომ დარჩენილიყო მანქანაში, ის არ დარჩა მანქანაში, დატოვა მანქანა და მიუახლოვდა სადარბაზოს, რომელშიც ასული იყო ბატონ ლევან ჯანგველაძე და ვიცოდიო, რომ ის ამის გამო ძალიან გაბრაზდება. ეს მცველი მძღოლი და მისი მეგობარი ძანძავა, ხო? ანუ ამ ორ ადამიანზე არის პირველადად კითხვა, რომ შეიძლება მათგან ცოდნოდა უძილაურს ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი და ეხლა რას აკეთებს ამის გასარკვევად გამოძიება, ხო? დღეს ციფრულ ეპოქაში, სადაც რა ვიცი, მტრედს აღარ ვატანთ წერილს და ფოსტას აღარ ვაბარებთ ხოლმე, ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება არის ტელეფონი, ან ღია ზარები, ან უმეტესწილად სხვადასხვა აპლიკაციები, ხო? ლევან ჯანგველაძის მძღოლის მობილური ტელეფონი გამოძიებამ ამოიღო 1 თვის შემდეგ. ანუ ეს ტელეფონი მარტივ ყოფით ენაზე რო გითხრათ, მკვლელობა რომ მოხდა, გია ჩატუნელი იქ დაიჭრა ეს ადამიანი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, საკმაოდ მსუბუქად, არც ისე მძიმედ, იმიტომ რომ რამოდენიმე 2-3 საათში დაახლოებით გამოწერეს, ტელეფონი დაუბრუნეს და გაატანეს სახლში. და ზუსტად 1 თვის შემდგომ შეეხმიანა გამოძიება და უთხრა, რომ დიდი ბოდიში თქვენ ტელეფონს ხომ არ წარმოგვიდგენდით და ამოიღო გამოძიება და მერე
მიყვა პროცედურებს. მეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ტელეფონიდან ინფორმაციის გაქრობა დაახლოებით 10 წუთის საქმე შეიძლება იყოს, ისიც აი ძალიან საშუალო შესაძლებლობების ადამიანისთვის, თორე უფრო სწრაფადაც მოხერხებათ. ვიდეოზე, სადაც ცხოველი ჩანს, ცხოველი ტელეფონზე ლაპარაკობს. ცხოველი დგას, რომელ სადარბაზოშიც ავიდა, რა ქვია, გარდაცვლილი და ტელეფონზე ლაპარაკობს. მერე ეს მომენტიც რო არ გამოგჩეს, ად შედის სადარბაზოში. თვითონ ამბობს ადის მე-7 სართულზე ლიფტით, ჩამოდის და გამოდის გაბი. ჩემ კითხვაზე, სხვების კითხვაზე, მოსამართლემ რომელმაც ვერ გაიგო რა ხდებოდა, მოსამართლის კითხვაზე, მე-7-ზე რატო ყოფილი და არა ხვედი მე-6-ზე ან მე-8-ზე ვერ პასუხობს. ან საერთოდ დაცვას თუ ახორციელებდა შემოწმება გინდა რას დაკატაობ ლიფტით აგეთიგად ფეხით უნდა ხვიდე და ჩამოხვიდე ვინმე ჩასაფრებული ხო რა პასუხს ვერ ამბობს გამოდის ამის შემდეგ და საუბრობს ტელეფონზე ტელეფონს ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა უშუალოდ გასროლების მომენტში როდესაც უძლაური ისვრის იარაღიდან ჯანგოლაძის მიმართულებით გია ჩატუნერს ისევ ტელეფონი უჭირავს ხელში ну მისი ვერსია არის ის რომ ამ დროს რაღაცას უყურებდა ამ ტელეფონში თუმცა სადაც უბრალოდ შედარებისთვის ვამბობ სადაც უძილაურთან მიმართებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად ტელეფონია წარმოდგენილი იმიტომ რომ მუდმივად ლოდინის დროს ჯანგოლაძის როცა ელოდებოდა ტელეფონშია იყურება და იქ რაღაცა ხდება რატომ არ აღმოჩნდა გამოძიებისთვის გია ჩატუნელის ტელეფონი საინტერესო იგივე პრინციპით ეპიზოდი ვინ და რატომ წაშალა რეალური კვალე ადამიანი მოფრინავს მოსკოვიდან გარდაცვალების წინა სიტუაციას გეუბნებით. არავინ არ იცის საქართველოში რომ ის მოფრინავს. იცის მძღოლმა, იცის ბერძენიშვილმა და მეტმა არავინ. ამის შემდეგ დაუშვათ ის ნაწილი რომ მოსკოვში ვიღაცა ადევნებს თვალს და იცის რომ მოფრინავს. ბილეთი აიღო ბოლოს ხო და შეიძლება ვიღაცას ყავს. საქართველოში მეტმა არავინ არ იცის. ამის შემდეგ იცვლება გადმოფრენის დღე თვითონ მისი გადაწყვეტილებით. რატომღაც ჯანმრთელად არის მხოლოდ მძღოლი ბერძენიშვილი წევს სამტრედიაში და რატომღაც აგზავნის გადასხმის ფოტოს რომ ესე ცუდად თავარ და ვერ ხვდებიო გარდაცვლილი ჩამოდის და უცებ იღებს გადაწყვეტილებას რომ არ მივიდეს მეორე დღეს გასვენებაში და მივიდეს იმ დღეს პანაშვიდზე ეხლა კითხვა ადამიანი რომ ჩამოდის თუ მისი მოკლის გეგმა გაქვს როდის გეგმა მის მოკლას როცა მივა ხო დიდი ალბათობით ყველა მიცის რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა გასვენებისთვის. გადაწყვეტილება რომ მივიდეს პანაშვიდზე, მიღებული არის ამბასადორში, მასში როცა ზის იმ დღეს ამბასადორში და თვითონ მძღოლი ამბობს, რომ ესე მითხრაო რომ მოდი დღეს წავალ პანაშვიდზე. ამის პარალელურად იწყებს მოძრაობას კვლელი. საიდან შეიძლება ცოდნოდა მიქაძეებს, ფარცხალაძეს. ვიდეო ნანახი გაქვთ თქვენ კვლელობის? ხო გაქვთ. იქ ესე ვთქვათ, კვლელი დგას კონკრეტულ ადგილას, არ იყენებს კონკრეტულ პოზიციას, როცა მასთან მიდის გარდაცვლილი და ეკითხება მისამართს. ზურგით ბრუნდება და გადის 20 მეტრს. იარაღს არ იღებს და ყველაზე იოლი სიტუაცია როცა არის იქ არ ესვრის. ჩერდება ჩამოდის შემდეგ რაღაც პერიოდის მერე მანქანასთან მიყვება ესვრის კლავს მძღოლსაც ესვრის და მიდის ეხლა ვკითხულობ რა იცის ამ ადამიანმა რომ პანაშვიდზე მიდის გარდაცვლილი ამ კითხვაზე პასუხი არის ეს საქმე აშკარად აჩვენებს რომ ბრალდება შეთითხნილია ხოლო რეალური მტკიცებულებები პრაქტიკულად არ არსებობს. სიმართლე რჩება ჩრდილში. დამალულია ინტერესებისა და ძალაუფლების უკან. ხოლო დაცვის მხარეს აშკარად უფრო მეტი არგუმენტი აქვს, ვიდრე ბრალდებას. არადა მტკიცების ტვირთი ხომ ბრალდების მხარესაა. ჩვენ ვხედავთ სისტემურ უკონტროლობას, სადაც უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან. ასეა გიორგი მიქაძის შემთხვევაშიც.
ეს არ არის მხოლოდ ერთი მკვლელობის ამბავი. ეს არის სამართლიანობის ქრონიკა, რომელიც მსხვერპლად ეწირება სიბინძურეს და პირად ინტერესებს.